ჩართე? მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ძალიან ბევრ საინტერესო თემებზე მექნება საუბარი, ალბათ იცით, რომ მე გახდით მინსკში, ბელორუსიის დედაქალაქში, ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ბელორუსიის საელჩოს მიწვევით, პირადად მე გახდით საქართველოსდან ერთადერთი ადამიანი, რომელიც ესწრებოდა აღლუმს, რომელიც ჩატარდა მინსკში. ეს იყო არა მარტო სამხედრო აღლუმი, აქ იყო თეატრალური კომპონენტის, რომელიც ეძღვნებოდა იმას, რომ აი ამ სამამულო ომში დაღუპულ ადამიანებს 80 წლის იუბილეს ჩვენ ვიცოცხლებთ. ესეთი სათაურით იყო წარმოდგენა, მე ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, ვიდეო მასალას შემოგთავაზებთ და პირველ რიგში სანამ აი უშუალოდ დღის მნიშვნელოვან თემებზე გადავალთ სასაუბროთ, მინდა რომ აი ჩემი შაბეჭდილებები გაგიზიაროთ აი ამ ყველაფრის შესახებ, რაც მე ვნახე ბელორუსში და უნდა გითხრათ, რომ ეს არის მართლაც ფანტასტიკური ქვეყანა, მეგობრებო. აი პირადად პირველად ვიყავი მე აქ ამ ქვეყანაში და თქვენს კარგად იცით, რომ ბელორუსთან დაკავშირებით მე არაერთხელ მქონია სიუჟეტი, თითქმის ყველა გადაცემაში გვაქვს ჩვენ საუბარი ხაზგასმა ლუკაშენკოზე, ბელორუსზე, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია, ნათქვამია და ეს იყო ჩემი დაბრუნება ალბათ საბჭოთა კავშირში, იმიტომ რომ და უკეთესი კიდევ უკეთეს წყობაში შეიძლება და ასე მგონია, რომ აი ჯოჯოხეთიდან 60-ში აღმოჩნდი რა, იმიტომ რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია ნამდვილად ჯოჯოხეთს მოგაგონებს და ეს არის 60, მიწიერი 60 ბელარუსი, 7 ცხოვრება, 7 საზოგადოება, გამართული ეკონომიკა. მე არ ვიცი, ხა ევროპულ ქალაქებშიც ვარ ნამყოფი და ძალიან გამაუცა სხვადასხვა ქალაქში ვარ ნამყოფი ევროპულში და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე იქონია ბაზელმა, ციურიხმა და მთლიანად შვეიცარიამ, აი რო მივდიოდით გზაზე, აი ესე იგი, აი ბუჩქიც კი მოვლილი იყო. ქალაქში ხო საერთოდ აი მაგალითად ძალიან ისეთი წარმოდგენა შემექნა, რომ აი მართლაც მოწესრიგებული ყველაფერი შვეიცარია. და აი ჩათვალეთ, რომ შვეიცარიაზე მეტად სისუფთავე დავინახე მე ყველგან რა. ესე იგი, აი ელემენტარულად აი ქალაქი აიღე, გარეუბანი აიღე, აი გზაზე რომ მიდიხარ, თითქოს ენით იყო ალოკილი ყველაფერი. ერთ სიგარეტის ნამწვავს ვერ შეხედა. ყველაფერი აი ბზინავს, პრიალებს, აი მე არ ვიცი, გაოცებული ვარ და ეხა მე რო ბევრი არ ვილაპარაკო, ერთხელ ჩადით ამ ქვეყანაში და უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ რა. ესე იგი, არ ვიცი, ჯერ აი თვითონ ის შენებლობები როგორ მიდის, ძალიან ისეთი, რომ აი შენარჩუნებული იყოს არქიტექტურა, ყველა კორპუსს თავისი სკვერი აქვს, ყველგან არის, აი ჩვენ რო ბავშვობაში ჩავდიოდით ეზოში თამაშობთ, ეხაც იგივე არის, არავით არის გადაწვირთვა არ ხდება ქალაქისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველაფერი არის მოწესრიგებული და თვითონ ხალხიც ისეთი თბილი, ქართველების მიმართ კეთი განწყობილი და აი ესე იგი გეუბნებით, რომ ეს არის, რა ვიცი რა, მართლა 60 დედამიწაზე რა და აი თან იგრძნობ, რომ როგორი პოზიტიური ხალხი არის, როგორი პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ყველაფრის მიმართ და არააგრესიული საზოგადოება კიდევ რა. აი მართლა ძალიან უნდა მოინდომო ადამიანმა იქ რო შარში აღმოჩნდა და რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია აღმოჩნდა. ესეთი 7 საზოგადოება, 7 ცხოვრება. აი არ ვიცი, დამშვიდდები, დაწყმარდები ადამიანი და უდიდეს სიამოვნებას მივიღებ და ეს ყველაფერი შექმნა ლუკაშენკო. ჩაჯდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგალითად ავტობუსში, ეს არის ბელორუსიის მაზის გამოშვება. ჩაჯდები ტროლეიბუსში, ეს არის ბელორუსიის გამოშვება. მიხვალ სახში ჩართავ ტელევიზორს, ეს არის გორიზონტი ბელორუსიული გამოშვება, კარგად მოგეხსენებათ. გამოაღებ მაცივარს, ეს არის ატლანტა ბელორუსიული გამოშვება. გააღებ მაცივარს, სულ ბელორუსიული პროდუქტები. ეს ქვეყანა ყველაფერი არის შექმნილი ბელორუსიაში. და ვერ იგრძნობ, რომ რაღაცა ქვეყანა სხვა რაღაცას მოიხმარ სხვისგან. და აი, როდესაც ქვეყანა თვითონ აწარმოებს, თვითონ ქმნის, აი ეს არის უკვე ქვეყანა. და უამრავი ადამიანი დასაქმებული, მაზის საწარმო, რომელიც განლაგებული არის თვითონ ქალაქში, ეს ყველაფერი მოწმობს იმას,
რომ ნამდვილად შესანიშნავი გარემოა და ნამდვილად ქალაქი არის უმაღლეს დონეზე მოწყობილი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი, ძალიან ბევრი რამ ვნახე, ძალიან ბევრი რამ მოვისმინე კარგი, რომელიც იქ იყო და ერთი რამე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ბევრი რამე გვჭირდება, ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ აი ამ დონეს. მე ბელორუსიას კიდე დაუბრუნდები ამ თემაზე, ჩვენ კიდე ვილაპარაკებთ, ასევე საინტერესო რეპორტაჟი გელოდება თქვენ ჩემს მიერ გაკეთებული იმ საკონცენტრაციო ბანაკები, როდესაც არსებობდა ბელორუსში, აი მაგალითად ტრასტინეთში ვიყავი, ეს არის პატარა ტრასტინეცი, მალი ტრასტინეცი, რომელშიც 9 მილიონი ადამიანი გაჟლიტეს ესე იგი ფაშისტებმა და აი ამის თაობაზე გვექნება ჩვენ რეპორტაჟი. ძალიან დიდი აჟიოტაჟი არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში 9 მაისს, როგორ წავიდა თურმე ჩვენ წარმომადგენლობა მოსკოვში, კერძოდ მამუკა ფიფია, ოთარ ფარცხალაძე, დღეს მთელი მედია ატრიალებდა ამ ყველაფერს, მივიდნენ კომენტარები თხოვეს ჩვენ დელეგაციის ასევე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს. დღეს მე ამ თემაზე ჩავწერე ინტერვიუ სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივან მამუკა ფიფიასთან ეთერამდე 2 წუთით ადრე დავასრულე მასთან ინტერვიუ და შემოგთავაზებთ ახლა ექსკლუზიურ ინტერვიუს სოლიდარობა მშვიდობისათვის ლიდერთან ბატონ მამუკა ფიფიასთან. საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა მეგობრებო მამუკა ფიფიას სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივნის აქტივობებს ბოლო პერიოდში კარგად მოგეხსენებათ ის თბილისში ბრძანდებოდა და ის იყო სწორედ სულის ჩამდგმელი გენერატორი აი ამ ყველაფრისა რომ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან რეზოლუციაც იქნა მიღებული შემდგომ ბატონი მამუკა ოთარ ფარცხალაძესთან ერთად დაესწრო 9 მაისს საპატიო სტუმრებთან ერთად სამთავრობო ლოჟაში და ამაზე მთელი ამბები აწყდა და მოკლედ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს პირდაპირ ეთერში გვეყოლება მოსკოვიდან სოლიდარობა მშვიდობისათვის პოლიტიკური გაერთიანების საერთაშორისო მდივანი ბიზნესმენი ბატონი მამუკა ფიფია. მოგესალმებით ბატონო მამუკა. მოგესალმებით, გამარჯობათ. მოგესალმებით. ბატონო მამუკა, ჩვენ პრინციპში ვისაუბრეთ აი ამ აქტივობებზე, კერძოდ იმ ინიციატივაზე, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს და ამაზე რეზოლუციაც იქნა მიღებული და ამაზეც მინდა რომ თქვენთან ვისაუბრო, მაგრამ პირველ რიგში მე მინდა შევეხო იმ აჟიოტაჟს, რომელიც მოყვა ქართულ მედიაში და ნაცმედიაში იმას, რომ ესე იგი თურმე როგორ გაბედეს ქართველმა პოლიტიკოსებმა 9 მაისს დასწრებოდნენ იმ აღლუნს, რომელიც ჩატარდა რუსეთის დედაქალაქში. აი თქვენი რეაქცია მათ აი ამ აჟიოტაჟზე. თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება 9 მაისს დავესწროთ, პირადაც მეც ახლა მინსკში ვიყავი, ვესწრებოდი, როგორ ჩატარდა იქ აღლუმი. ქვეყანას, რომელმაც ესე იგი ეს ომი მოიგო, ყველაზე დიდი წვლილი ჩვენ მივიღეთ აი ამ ომში და თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება მივიღოთ მონაწილეობა აღლუმში. აი რა შეფასებას გაუკეთებთ თქვენ ამ ყოველივეს ამ აჟიოტაჟს? იცით რა, პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოვესალმები თქვენ მაყურებელს. თქვენ ძალიან ცნობით მაყურებელი გყავთ. რაც შეეხება დასწრებას არ დასწრებას და საერთოდ მაინტერესებს ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა რა სიტყვიან ეს გლობალური მედია და მედია რომელიც არის დაკავშირებული თქვენ იცით რანაირ ხალხთან მივიღოთ გადაწყვეტილება აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა თუ არა ამ მედია რა სიტყვის ან რას არ იტყვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ უყურებთ სიტუაციას სხვანაირად. მე აქ იმიტომ არა ვარ რომ ქართულ ლიბერალურ მედიას უყურო. მე აქ სხვა ინფორმაციები მაქვს. მე აქ ხალხს ხვდები, მე ვიცი განწყობები და ხედავ რა სიტუაცია და რა შეიძლება მოხდეს და ამის პრევენციას ვაკეთებთ ყველანაირად როგორ შეგვიძლია ყველა ხერხით და ეს ამას ჩვენ ყველაფერს ვერ ვიტყვით თვითონ უნდა მიხვდეს ხალხი ხო ცოტა უნდა ვიფიქროთ ჩვენ სამშობლოზე და ვიფიქროთ იმაზე რომ გვერდით ყავს დიდი რუსეთი რომელიც ძალიან
ყურადღებით აგვირდება სიტუაციას საქართველოში და როცა საქართველოდან დაპატიჟეს ოფიციალურად ჩვენი ხელისუფლება და არავინ არ მოვიდა, არ შეიძლებოდა ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ საქართველოდან ჩამოვედი მარტო მე ოფიციალურად. მეტი არავინ არ იყო ოფიციალურად საქართველოდან. ამას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა რუსებისთვის და რა თქმა უნდა საქართველოსთვის. იმიტომ რომ უყურადღებოდ დატოვება ეს ძალიან ცუდია ჩვენთვის, იმიტომ რომ რუსები ამით არ არიან ყმაყოფილი და ეხლა კი მეტყვიან ლიბერალები თქვენ იმას აკეთებთ რუსეთი რო დააკმაყოფილოთ და ასეთ რაღაცებზე დაიწყებენ მსჯელობას ჩვენი ეგრეთ წოდებული პარტნიორები. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენი ქართული სიტყვა იყოს, ჩვენი ქართული ინტერესების დაცვა იყოს რუსეთში, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც არიან 20 ქვეყნის ლიდერები და თუ ჩვენ ხელისუფლებას არ შეუძლია, შემეძლო მე, ჩამოვედი მე და რაც შეეხება ბატონ ოთარ ფარცხალაძეს, რომანოვ ფარცხალაძეს, ოთარი იყო დაპატიჟებული როგორც რუსეთის მოქალაქე, რუსეთის დუმის კომიტეტის მიერ და ესწრებოდა როგორც რუსეთის მოქალაქე. რა პრობლემა ამაში ვერ გავიგე. ჯერ ერთი მე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ვიყავი დაპატიჟებული და ჩამოვედი, იმიტომ რომ რუსებს არ ეგზნოთ ის, რომ ჩვენ დავტოვეთ უყურადღებოდ მთლიანად თელმა საქართველომ. იმიტომ რომ აქ ჩვენ ცხოვრობთ 800,000 კაცი და ყველა გვეკითხება, რუსები გვეკითხებიან, კი მაგრამ ომი პრაქტიკულად თქვენ მოიგეთ, ხანთარია თქვენი იყო, ბერია თქვენი იყო, სტალინი თქვენი იყო, ორჯონიკიძეს აშენებული ქარხნები დღესაც არის და მუშაობს და აქედან გამომდინარე ეს არის თქვენი მოგებული ომი პრაქტიკულად ასე გვეუბნებიან და საქართველოდან არავინ არ მოვიდოდა. ნუ როგორ უნდა აგვეხსნა ეს რუსებისთვის, რატო არ ჩამოვედით და რატო არა ვართ. თან თუ გავიცვალისწინებთ, ბატონო მამუკარო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი იყო ფიცო, უნგრეთის პირველი პირი იყო, ჩინეთის პირველი პირი იყო, სერბეთის პრეზიდენტი იყო, ასევე ბრაზილიის პირველი პირი იყო, ნუ პოსტსაბჭოური სივრციდან თითქმის ყველა იყო, მათ შორის ის ხალხი, რომლებსაც რუსეთთან დაეძაბა სიტუაცია, მე მაქვს საუბარი პაშინიანზე და ასევე სხვა ლიდერებზე. ეხლა აზერბაიჯანელი ლიდერი არ ჩამოსულა, მაგრამ მისი ქვეყნის შეერაღებულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა. ანუ ყველა მიიღო მონაწილეობა. ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ ამ აღლუმში და ვერ გავიგე, რატო არ უნდა ყოფილიყო იქ ადამიანი, რომელსაც პატივსცემენ, თან არის რუსეთში მოღვაწე პიროვნება, იგივე თქვენზე მაქვს საუბარი, გინდა ბატონ ფარცხალაძეზე, რომელსაც მე პირადად პატივსცემ, იმიტომ რომ ეს კაცი ქართულ საქმეს აკეთებს მოსკოვში და არ ვიცი, ახლა მაგათმა რომ პრინციპში თქვენზე კარგი თქვან, მაშინ არის მართლა თავი მოსაკლავი. ეგენი რომ ცუცი ძახიან, ესე იგი კარგი გზით მიდიხარ თქვენ და სწორი გზით მიდიხართ, თორე ეხლა ნაცარხებმა რო შეგაქონ თქვენზე და ფარცხალაძეს, მაშინ მართლა ხალხი დაეჭვდება რაღაცაშია საქმეო, მაგრამ ჩვენ მაინც დაგიშვით ეს კითხვა, იმიტომ რომ საზოგადოების წინაშე რაღაც ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ბატონ ნიკოლოზ, არ შეიძლებოდა ამ მოწვევის ისე დატოვება ჰაერში და რა თქმა უნდა ჩამოვედი მე თბილისიდან, მე მინდოდა 9 მაისის გატარება თბილისში მელიტონ ხანთარიას ბიუსტთან და კიდევ ქონდა ჩვენი ღონისძიება და დაპატიჟებული ყავდათ ბევრი ადამიანი, მე მინდოდა იქ, მაგრამ 8 რიცხვს მომიწია გადმოფრენა მოსკოვში და ეს იყო ყურადღება ჩვენი იმ ვეტერანების მიმართ, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ და რა თქმა უნდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიმართ. და ეს ყველაფერი ჩვენ მოლაპარაკებების დროს ყველა ეს ნიუანსი ჩვენ დაგჭირდება მერე რუსებთან რომ დავждებით ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის
მოლაპარაკებების დროს. ნამდვილად სწორი ნაბიჯი გადადგით და პირიქით თქვენ მე თუ მკითხავთ ჩვენ ნამუსი მოგწმიდეთ, იმიტომ რომ ოფიციალური დელეგაცია რო არ იყო და თქვენ იყავით, რაღაცნაირად ეს დაბალანსება მოხდა ამის. კი, დაბალანსდა, კი. ბატონო. ეხლა მე მინდა აი მეორე თემა შევეხოთ, არ წყდება ზარები იგივე ჩვენ სტუდიაში, ჩვენთანაც, ხვებთანაც, აი ვინც მონაწილეობდით იმ შეკრებაში, რომელშიც პირადად მეც გახდით და ესე იგი ხალხი არის ძალიან აჟიტირებული და ხალხი არის აღფრთოვანებული, ყველა არის ძალიან ისეთი ეგზალტირებული იმით, რომ დაიწყო პროცესი, მირეკავენ, მეუნებიან, ჩვენც შევაგროვებთ ხელმოწერებს, მოგვეცით საშუალება და აი მოკლედ ძალიან კარგი რამ გაკეთდა იმ დღეს, როდესაც ჩაეყარა საფუძველი იმას, რომ დაიწყოს მოძრაობა ამ მიმართულებით და მთელმა ხალხმა გამოთქვას თავისი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით. აი ამაზე რა სიტყოდი თქვენ უკვე რომ აი ფაქტობრივად სახალხო ფრონტი გაიშალა ამ მიმართულებით. იცით რა, მე იგივე შეკითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ ხართ ამისი ყველაზე აქტიური მონაწილე, თქვენ ხართ ამ თავისუფალი ტრიბუნის ერთ-ერთი ლიდერი და გეკითხებით, როდის იწყებთ ხელმოწერის შეგროვებას? კი ბატონო მამუკა, ჩვენ აუცილებლად ამ ყველაფერში ხელს შევუწყობთ იმ პროცესს, რომ უამრავმა ადამიანმა მოვაწეროს ხელი. მე ვიცი, რომ ელექტრონული ვერსია იქნება, სადაც ელექტრონულადაც შეუძლიათ ადამიანებს ხელი მოაწერონ, იქნება შედგება ბლანკები, მსურველებს ჩვენ დაურიგებთ ამ ბლანკებს და ვთხოვთ ადამიანებს, რომ მათაც ეს ხელმოწერები შევაგროვონ, შემდგომში აუცილებლად იმ საორგანიზაციო შტაბს მივაწვით ამ ყველაფერს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თითეული ადამიანი, ვინც იქ ვესწრებოდით პრინციპში ჩვენც, რომ ეს ყველაფერი დასასრულისკენ წავიდეს იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი ის შედეგი დავაყენოთ, როგორიც ჩვენ გვინდა და მე მგონი ესეც დადგება კიდევაც. თუნდა გქონდეთ ხელისუფლებას მანდატი, რომ აი ამ ყველაფერში ხალხმა თავის პოზიცია დააფიქსიროს, იმიტომ რომ მე მგონი, რომ მთელი მოსახლეობა ამ პოზიციას იზიარებს და ხშირად ამ ხელისუფლებას რო აბულინგებენ, რუსეთთან რატომ მიდიღარო, მე გამოვა ხელისუფლება ჩემი აზრით და იტყვის, რომ აგერ ხალხის დაკვეთა და მე რა გავაკეთო, ხო? მე ვასრულებ ხალხის დაკვეთას. მე მგონი ამ კუთხით მაგიტო უნდა ეს გაკეთდეს აუცილებლად. ბატონო ნიკოლოზ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს აქ სახელმწიფო შტოებიდან და სოფელში დღეს შრომელი კაცი, გლეხი მუშაობს, ჩადებული აქვს სახლი, მიწა, ბანკში და იმის იმედით არის, რომ რაღაცა მოსავალი რომ მოვა, ეს გაყიდოს რუსეთში. აქვს მაგას გარანტია, რომ 2 თვეში, 3 თვეში არ დაიძაბება სიტუაცია და ეს პროდუქტი არ დარჩება მაგას და არ გაუფუჭდება. არა აქვს ამის გარანტია. დღეს ვიყავი სავაჭრო ეკონომიკურ პალატაში და იქ დავინახე ციფრები, ბატონ ბალაშოვისგან გავიგონე, მაგას ჰქონდა მოხსენება და იზრდება ჩვენი ეკონომიკური ბრუნვა და ზუსტად იქ არის უკვე 51%-ით გაზრდილი. ვინც შეუძლია მოხსნეს გარანტია, რომ ეს ერთ დღეს არ დაიკეტება. ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულებით შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს ყველაფერი და აქ დავამატებდი ტურიზმის სფეროს, აქ დავამატებდი უსაფრთხოების საკითხებს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი აფხაზეთი და ოსეთის საკითხი. ეს არის პირველი და თქვენ ტექსტი, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ, რომელიც გაქვს შეთანხმებული ეს პეტიციის ტექსტი, იქ წერია ზუსტად, რომ ზუსტად აი ეს პრობლემები რო არ დადგეს ჩვენი მოსახლეობის და არ გახდეს ეს თავსატეხი და პრობლემა მოსახლეობისთვის, ჩვენ უნდა შევაგროვოთ ეს პეტიცია, ეს ხელმოწერები და დაინახოს ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, პოზიციამ, რუსეთის მხარეს და თავარი რაც არის, ეს უნდა დაინახოს ჩვენმა გლეხმა, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი ძალა, ჩვენ მოვახდინეთ კონსოლიდაცია იმ ძალების, რომლებიც არიან პროქართული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენ სოფელს, ჩვენ ვიცავთ ჩვენ გლეხს, ვიცავთ ჩვენ წარმოებას, ვიცავთ ჩვენ ტერიტორიას და უსაფრთხოებას. ამისთვის ვაგროვებთ ამ ხელმოწერებს. და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ყველა ერთად შევიკრიბოთ, ვინც ვართ, ვინც ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ვინც ვართ პროქართული.
და ვინც არ არის ისის გამოვლინდება. აი ეხლა არის ზუსტად ეს არის ტესტი. ამას უყურებს ეხლა ყველა. ლუსტრაციის პერიოდი დგება ყველა. ზუსტად ეს არის ლუსტრაციის პერიოდი. ეს არ არის არც ნიკოლოზ შავანაძეს პროექტი, არც მამუკა ფიფიას და არც კიდე ვიღაცის. ეს არის ყველასი. კი ბატონო. ყველასი, ყველა ერთად უნდა მივხედოთ ამ ამბავს. კონსოლიდაცია მოვახდინოთ და ყველა ერთად შევიკრიბოთ და მივცეთ პასუხი პირველ რიგში ჩვენ გლეხს, გლეხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მაგას არ შეექმნება პრობლემები თავის პროდუქციის გაყიდვის რუსეთში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო მამუკა, ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი და იმეც გამოთქვამთ, რომ მოსკოვიდან კიდევ ბევრ საინტერესო და სასიხარულო ინფორმაციებს მოგაწვით. დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ. მეგობრებო, ეხლა ეს იყო ბატონი მამუკა ფიფიას პოზიცია და ერთი რამე უნდა გითხრათ რა, რომ ძალიან შემაშფოთებელი არის ის ტენდენციები, რომელიც შეინიშნება ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში, აი უშუალოდ წარსულთან დაკავშირებით. ეხლა მე საუბრობდი, რომ ბელორუსში გახდით მეთქი და ესე იგი, აი ყველაზე უფრო ის არის გულდასაწყვეტი, რომ ჩვენ ერი, რომელიც ივიწყებს წარსულს, მას მომავალი არ აქვს. და ჩვენ წარსულს ვივიწყებთ, ჩვენ წინაპრებს ვივიწყებთ. ვიღაცას სირცხვილად მიაჩნია, დღეს რაღაც განცხადებები მოვისმენთ, სირცხვილად მიაჩნია, რომ 9 მაისს მივიდეს დაესწროს მოსკოვში იქნება თუ თბილისში, აი ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ბიჭო, რა ვერ გავიგე, თქვენი ბაბუები და პაპები 9 მაისს ფაშისტების მხარეს იბრძოდნენ? ფაშისტების მხარეს იბრძოდნენ. რატო არ უნდა სცეთ პატივი თქვენს წარსულს? ეხლა მე კიდევ ერთხელ მემორებ, აი ბელორუსში ვიყავი და დავინახე თუ როგორ მთელი ქვეყანა ცხოვრობს ამ დღით. ყველა დიდიან პატარიანა, ესე იგი აი სავაჭრო ცენტრებში არის და მღერიან აი მაშინდელ სიმღერებს. ყველა აი რაღაცა ეს ბაფთები აქვს გაკეთებული, დროშები, ყველა საერთოდ თავისი წინაპრების სურათები აქვს. როგორც გითხარით, აი მთელი ბელორუსის მიწაზე რო ფეხს დადგამ, სადაც არ უნდა დადგა, იქ აი ჩვენი წინაპრების და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების საფლავებით არის მოცული ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი ბელორუსია საკონცენტრაციო ბანაკებად იყო ქცეული. იმიტომ რომ 51 წელს მოხდა ოკუპაცია, 44 წელს განთავისუფლდა, 3 წელი იყო ოკუპაციის ქვეშ. 9 მილიონი მარტო ერთ ბანაკში გაანადგურეს საკონცენტრაციო ბანაკში, რომლის შესახებაც ჩვენ დაწვრილებით შემოგთავაზებთ გადაცემას. ხატინში, კარგად იცით, ხატინის ტრაგედია, რომ 175 ადამიანი იქნა ცეცხლად დამწვარი, მათ შორის 75 ბავშვი იყო. და ეს ხალხი არ ივიწყებს წარსულს და აი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა იქ და იქ იყო დაწერილი, რომ ჩვენ არ დაგივიწყებთ, ჩვენ არასდროს არ დაგივიწყებთ. ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი წინაპრები. როგორ შეიძლება ადამიანმა 9 მაისს, ეხლა აი 9 მაისს, ეხლა რო ჩატარდა მოსკოვში პარადი, იქ ესე იგი სლოვაკეთის როგორც აი თქვი კიდევაც ინტერვიუში, სლოვაკეთის, უნგრეთის ხელისუფლება იყო წარმოდგენილი, რომელიც არის ნატოს და ევროკავშირის ქვეყანა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ აზერბაიჯანული დელეგაცია იყო იქ წარმოდგენილი ჯარისკაცები იყვნენ. მინსკში ასევე იყვნენ წარმოდგენილი პოსტსაბჭოური ქვეყნები. ჩვენ კიდე ესე იგი ვაბულინგებთ ხალხს იმის გამო, რომ რეალურად თურმე რატომ იღეს მონაწილეობა მათ ამ 9 მაისს. ეს არის ძალიან საგანგაშო. ეს არის უპატივცემულობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ თუ ჩვენ წარსულს დავივიწყებთ, ჩვენ არანაირად მომავალი არ გვექნება და ჩათვალეთ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მძიმე პერიოდი. აი ჩვენ საერთოდ იმიტომ მოხდა საქართველოში აი ეს 9 აპრილით, იმიტომ მოხდა აი ეს აფხაზეთის და ცხინვალის ტრაგედიები, რომელიც აი ოკუპირებით დასრულდა ჩვენი ტერიტორიების, რომ ჩვენ იმ ადამიანებთან, იმ ქვეყნებთან გაგვეწყვიტა ურთიერთობა, რომლებთანაც ბევრი საერთო გვაქვს. აი მაშინდელი ფაშისტური კოალიციის წევრები იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც დღეს თიც გვიქნევენ ჩვენ. აი ის ფაშისტები, რომლებიც ატყავებდნენ ლამის ადამიანებს, ცოცხლად წვავდნენ, დიახ, ცოცხლად წვავდნენ, გაზის კამერებში უშვებდნენ. დღეს მათი შვილები და შვილთა შვილები გვეუბნებიან ჩვენ, რომ თურმე მათ ჭკუაზე უნდა ვიაროთ, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვასანქცირებენ. ეხლა ჯერჯერობით ცოცხლად არ აგვწვავენ, მაგრამ უნდათ რომ გავგუდონ.
უნდათ რომ გაგვანადგურონ. ესე იგი ჩვენ თურმე დემოკრატიული ქვეყანა არა ვართ იმის გამო რომ მათ ნებასურველს არ ვასრულებ და სანქციების ქვეშ ვართ. აი ეს დღესასწაული რომელიც გაიმართა 9 მაისს ბელორუსში 100,000-ობით ადამიანი ესწრებოდა ამ ყველაფერს. და ეს იყო აი პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი დღე 9 მაისი, იმიტომ რომ ეს 9 მაისი ყველასი არის. ჩვენი არის უპირველეს რიგში. 14,000 ჯარისკაცი დაიღუპა ქართველი ბელორუსიის მიწაზე. მათ შორის იყო ცნობილი ადამიანები, მაგალითად ისეთები, როგორიც არის მირზა გელოვანი. მაგალითად მე იქ ვნახე ჩიხლაძე, რომელიც არის საბჭოთა კავშირის გმირი და რომლის ქუჩასაც ატარებს მინსკის ერთ-ერთი ქუჩა. და აი ესე ისინი უფრო მეტ პატივსემენ, ეგრე გამოდის ჩვენს აი ამ აი ამ ყველაფერს ვიდრე ჩვენ. ახლა ლუკაშენკო გამოვიდა ძალიან ისეთი შთამბეჭდავი გამოსვლა ქონდა მას აღლუმზე, მინდა მოგასმენინოთ. ეს არის მართლაც ერის მამა, ეს არის ქვეყნის პატრიოტი კაცი. მან ქვეყანა აქცია ნამდვილ ედემად. მე გირჩევ თქვენ, აი, ხო, აბა ბელორუსიათ უნდა ვიქცეთ? ბელორუსიაში გინდათ გავიღვიძოთ? ჩადით ერთი და ნახეთ, ერთი რა ქვეყანა არის. აი, ხო არ გჯერათ არავისი, ჩადით და ნახეთ. რა ქვეყანა შექმნა ლუკაშენკომ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე ხა ის კაცი არა ვარ, სხვა არაფერი არ მენახოს და ეხა ციხეში ყველა ქალი ლამაზიაო, ნათქვამი რო არის, ეხა ადამიანს დანახი რო არა გაქვს, არაფერი შეიძლება მოეწონოს, მაგრამ კიდე ერთხელ უამრავ ევროპულ ქალაქში ვარ, ნამყოფი და ყველას ჯობია. მე ყველას მირჩევნია, იქ ვერც ნარკომანებს ნახავთ ქუჩაში, ვერც დებოშირებს, ვერც ნაგავს ვერ ნახავთ და ვერც ვერაფერს. სიმშვიდე, სიწყნარი, ასე გონია ქალაქში საერთოდ არავინ არ ცხოვრობს. აი, ვერ იგრძნობ, რომ ვინმე გაწუხებს. და ეს ნაძილები რომ დახტიან და იმაშვებიან იმ ქუჩებში, ეს ისი ბრალი არის. აბა ლუკაშენკოს გაუბედოს ეგრე ვიღაცა მიქა და ირბინოს იქ თავრობის სახთან. რო ეძახდნენ დიქტატორს, დიახ, საჭირო არ რკინის ხელი. რკინის ხელის გარეშე ვერ შექმნიდა ლუკაშენკო ასეთ ქვეყანას. თქვენ წარმოიდგინეთ ხო 10 მილიონიანი ქვეყანა არც დიდი არის. თვითონ აწარმოებს ყველაფერს. ინდუსტრიული ქვეყანა, ავტობუსები, დიდი სამასვალები, ესე აქვია, მაცივრები, ტელევიზორები, ელექტროტექნიკა, ინდუსტრიული ზონა, თითქმის ყველაფერი აქვს თვითონ. ყველაფერი აქვს, თვითონ აწარმოებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამე თუ ადამიანს გჭირდება, ყველაფერი აქვს. ამიტომაც არის, აი ფეხებზე კიდია ლუკაშენკოს მასის სანქცირება, იმიტომ რომ თვითონ ყიდის ყველაფერს რუსულ ბაზარზე და ევროპულ ბაზარზე თუ ვერ ყიდის აფრიკულ ბაზარზე, აზიურ ბაზარზე და მოთხოვნაც აქვს კიდე. ეხლა აგერ ორი მაღაზია თუ რამდენი სამი არის, არ ვიცი, ბელორუსიული და დატაცებაზეა ყველაფერი, რო შეხვალ უკვე ცარიელია ყველაფერი. და ეს შექმნა აი ამ კაცმა, იმიტომ რომ ამ კაცმა არ დაივიწყა თავისი წარსული. და ჩვენ წარსული დავიწყეთ თურმე 9 მაისს რო წახვიდე ეს არის სირცხვილი ხალხო და რატოა სირცხვილი შენი წინაპრების პატივისცემა არ სირცხვილი და მე მაინტერესებს ერთი კიდე ეს მელიტონ ქანთარიას ზეგლი რაღაცა წესიერი მაინც დაუდგათ რა არის მელიტონ ქანთარია თუ კატა ვერ გაიგებ ადამიანის სახე არ აქვს იმ ზეგს და ბოლო-ბოლო სამხედრო ფორმაში რატო არ უნდა იყოს მელიტონ ქანთარია ვერ გაიგებ საერთოდ ეს კაცი იყო ამ საბჭოთა კავშირის გამარჯვების სიმბოლო და დგას იქ სამოქალაქო ფორმაში არა ჯერ ძეგლი უნდა იდგეს და არა ბიუსტი რა არ იმსახურებს მელიტონ ქანთარია და საერთოდ ჩვენი გმირი წინაპრები ყველა სოფელში ყველა ქალაქში უნდა აღდგეს სამამულო ომის აღნიშნული ძეგლები ალბათ გახსოვთ თქვენ რომ ეს საბჭოთა კავშირი რომ დაინგრეს უგანადგურეს ყველაფერი რას ებჩოდნენ მაინტერესებს აი მაშინდან დაიწყო ჩვენი ქვეყნის გრევა ყველა სოფელში იყო შინმოუსმნელი გმირების რაღაცა ობელისკი სადაც იყო ვინ წავიდა ვინ ვერ დაბრუნდა ყველაფერი რომ გაანადგურეს ყველაფერი უნდა აღდგეს აი ჩვენ რომ ეს წარსული დავივიწყეთ, იმიტომ არის მოხდა ჩვენ და რუსებს შორის დაპირისპირება და იმიტომ მოხდა აფხაზეთის და ცხინვალის დაკარგვა. ბელორუსებმა რო იციან რა როლი აქვს რუსეთს, იმიტომ არ დაუპირისპირდნენ მას. როდესაც შენ იმ რუსეთის საწინააღმდეგო ბლოკის შესვლის სურვილი გაქვს, რას უნდა ელოდე აბა სხვა? როგორც ფაშისტები იბრძოდნენ, მაშინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დღეს ნატოც იგივე ფაშისტური ბლოკი არის. ვინმე სხვა გონიათ რომ ეხა ნატო მართლა მშვიდობის მტრედია. ნატო არ იყო იუგოსლავიას რო ბომბავდა და გილოცავთ აღდგომას რომ ბომბებზე რო ეწერა.
ვინ იყო ნატო არ იყო? და თქვენ რა გონიათ რუსეთი რომ არა ჩვენც იგივე ბომბებს თუ არ მივიღებდით კიდე? და ის რომ დღეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ეს არის ნაძირალა ამერიკის აგენტი სააკაშვილის ბრალი. თორე არავინ არ წაიღებდა არც იმ საფხაზეს და არც იმ ცხინვალს. და არც იმ უკრაინაში დაიწყებოდა ომი, რომ არა ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა. ეხლა თუ კი შენ ვინმე გესხვის, რა თქმა უნდა თავს დაიცავ და ეს არის ბუნებრივი პროცესი. და მე მინდა მოусვინოთ ლუკაშენკოს, მე პირადად იქ ვიყავი უსმედი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ტანზე თითქოს აი ჟუანტელი მივლიდა, როცა ამ ქვეყანაში აი ყველაფერს ხედავდი რა. იმიტომ რომ აი თითეული გოჯი მიწა არის ჩვენი საბჭოთა ჯარისკაცების სისხლით გაპოვილი. ყველგან საკონცენტრაციო ბანაკები არის. ადგილი არ არის ტყეში, სადაც იქ დახვრეტები არ ყოფილიყო ჯარისკაცებისა ჩვენი. და აი მე რო შემოგთავაზებთ ამ ტროსტინეცის თემას, აი არ ვიცი ძალიან იმოქმედებს ეს ყველაფერი თქვენზე. აი ეს არის ჩვენი წარსული და ეს წარსული დაგვავიწყებინებს. გადით ეხლა ქუჩაში და კითხეთ ერთი სამამულო ომის გმირებზე და საერთოდ სამამულო ომზე. შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ საქართველოს ფაშისტების მხარეს იბრძოდაო. აი ეს არის რეალობა. მოусვინოთ ლუკაშენკოს და ბევრი რამე თქვენთვისაც გასაგები იქნება. Товарищи солдаты, сержанты, прапорщики и офицеры, дорогие ветераны Великой Отечественной войны, уважаемые соотечественники и гости Беларуси, эта победа, сегодняшняя победа, которую празднует Республика Беларусь, братская Россия, наши друзья и союзники, все люди доброй воли, великая и заслуженная. Это день Великой Победы. Это победа доблестных воинов, бойцов Красной Армии, партизан, подпольщиков и тружеников тыла. Это победа советского народа, народа-освободителя от нацизма. 9 мая 1945 года небо осветили первые праздничные салюты, началась мирная жизнь, в которой мы неустанно ведем счет годам и дням событий Великой Отечественной войны. Вот уже 80 лет празднуем победу, вспоминая героев и склоняя головы перед павшими. Мы проводим парад во славу тех, кто не дрогнул и мужественно сражался, замедляя ход машины смерти, равняющей с землей города, села, судьбы и жизни. Мы чествуем память героев, сломавших военную мощь гитлеровской Германии, поставившей под свои знамена миллионы европейских нацистов. Наш народ показал невиданную волю к победе. Никто в Европе не смог противостоять вермахту, так как сделал это наш народ, наше государство, Советский Союз. На советской границе технически подготовленная и уже тактически обкатанная армия фашистов споткнулась. На подступах к Москве увязла на долгие годы. В первые дни только в Беларуси гитлеровцы потеряли больше солдат и офицеров, чем за 2 года марша по всей Европе. В рядах Красной Армии воевало 1 300 000 уроженцев Беларуси. Почти 500 стали героями Советского Союза. В тылу врага сражалось около 1 миллиона партизан. На территории нашей Беларуси действовало свыше 800 000 народных мстителей. 16 партизанских бригад на протяжении месяца успешно противостояли снятым с фронта, превосходящим по силе войскам вермахта и СС, которым помогали предатели, латышские легионеры, украинские полицаи, российские власовцы и батальоны белорусских,
коллаборационистов. За годы оккупации на нашей земле развернулось широкое народное сопротивление. Такого массового, многонационального движения партизан и подпольщиков не знала ни одна страна в мире. В едином строю с нами сражались братья, представители более 70 наций и народностей. Это был настоящий второй фронт, борьба на котором во многом предопределила и предрешила судьбу крупнейших битв Великой Отечественной войны. Наши герои выстояли и победили. Они преподали Европе урок, который, как нам казалось, будет усвоен. Но на самом деле западные элиты необучаемы. Евросоюз, создаваемый как политическое и экономическое объединение, фактически трансформировался в тоталитарный военно-политический блок откровенно реваншистских настроений. Брюссель планомерно превращает территории Польши и прибалтийских стран в исходные районы для атаки на восточных рубежах Североатлантического блока. В год 80-летия Великой Победы Евросоюз намерен поднять объемы военных ассигнований на уровне больше 3% валового внутреннего продукта государств Евросоюза. Варшава и Вильнюс намерены поставить на границе с Беларусью и Россией минно-взрывные заграждения. Поэтому сегодня перед лицом чудовищной угрозы возрождающегося европейского фашизма мы призываем вспомнить уроки Великой Отечественной войны. Вот для чего нам нужна сегодня эта победа и чествование тех героев. Мы призываем всех, и политиков, мы призываем всех, и политиков, и лидеров, и народы западных стран. Не стоит превратно понимать мирную риторику Беларуси. Да, мы призываем к миру. Да, мы всем сердцем хотим остановить все войны и конфликты на планете. Но мы делали и будем делать все необходимое и даже больше для укрепления оборонного потенциала страны, поддержания боеспособности вооруженных сил на уровне надежного, обеспечивающим защиту суверенитета и территориальной целостности белорусского государства. Мы больше под плеткой и в лаптях ходить не хотим и не будем. Белорусская армия – главная опора, наш надежный щит. Сегодня мы покажем и модернизированные образцы вооружений и военной техники, созданные белорусским оборонно-промышленным комплексом, а также при тесном сотрудничестве с Россией. Парадом пройдут доблестные военнослужащие, солдаты, офицеры и генералы вооруженных сил Республики Беларусь, военнослужащие Азербайджана, Казахстана, Кыргызстана, Китайской Народной Республики, Российской Федерации, Таджикистана и Узбекистана. იქ ეხლა რო ჩამოიარეს აი ამ სამხედროებმა ყველაზე ნუ თქვი რა თქმა უნდა ბელორუსების მერე ყველაზე წარმომადგენლობითი იყო რუსეთის და ჩინეთის სამხედროები და ეხლა იქ რო ახსენა ტაჯიკები, უზბეკები და ისე აზერბაიჯანი 4-4 და 5-5 კაცი იყვნენ წარმოდგენილი. კაი ამ რუსეთთან ვერ მივდივართ, ვერ მივდივართ. ეხლა მაშინ მინსკში 4 ჯარისკაცი გაგვეშვა და ქართულ დროშას ჩამოატარებდნენ იქა. ხო შეიძლებოდა. 3 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოდიოდა ერთი დროში და გაიარეს იმ პაღლუნზე. ხო შეიძლებოდა ჩვენ საქართველოსაც მიგვეღო მონაწილეობა, ხო? აი მაინტერესებს ეხლა
ბელორუსი ხალხი, რომელიც უდიდეს პატივს სცემს საქართველოს. ბელორუსის პრეზიდენტი, რომელმაც არ აღიარა ზეწოლის მიუხედავად აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ბელორუსის ლიდერი, რომელიც ყოველთვის ჩვენ ინტერესებს იცავს. და კაცი, რომელმაც თქვა, მე შემიძლია მილიონი სამუშაო ადგილი შექმნო. რატო არ უნდა გაუშვა? ვერ გავიგე 4 კაცი იქა. და ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა მოდელი სახელმწიფოსი, რომელიც არც ერთ ქვეყანის მონა და მორჩილი არა. მიუხედავად რომ რუსეთთან წააკარგი ურთიერთობა აქვს, თავს არ უხრის რუსეთს. გახსოვთ ალბათ ძალიან დიდი ნებათა ღელვა იყო გაზის ფასთან დაკავშირებით, მუდმივი დაპირისპირება იყო, ლუკაშენკო ითხოვდა ფასის დაკლებას და მიაღწია ამასაც ყველაფერს. არ არის მონა ბელარუსი რუსეთის და არის სწორი პარტნიორი. და ესეთი დამოკიდებულების მომხრე ვარ ჩვენ რო ვიძახით რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთო, ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ ვიღაცის მონა უნდა ვიყოთ. ეხლა აი დღეს სხვადასხვა ეთერებში არის ძალიან აქტუალურია მიგრანტების საკითხი. მეც მეკითხებიან ამ თემაზე. ყველა საკითხი მეგობრებო, მიგრანტების თემა იქნება, ეკონომიკური თემა იქნება, ტერიტორიული, ყველაფერი არის რუსეთთან ურთიერთობაზე დამოკიდებული. ეგ იგივეა, ეხლა ავადმყოფი იყოს რაღაცა დავადებული, რაღაცა მძიმე სენით და შენ იმის მაგივრად რომ წამალი მას მისცე, წყალს ალევინებდე, წყალი დალია და მორჩებიო. წამალი რო არის რუსეთი ჩვენი ქვეყნისათვის და ამას რომ ალავს ყველა და არ ლაპარაკობს, აი ეს ხალხია მოღალატეები. იცით რატო არ ლაპარაკობენ? ეშინიათ, აი მე რუსეთის იმას დამიძახებენ, ამას თქვენ ატყობთ რამხელა შეტევის ქვეშ არის ჩვენი ტელევიზია. ეხლა ამ კვირას მაგალითად არ გავიდა რუსულ ენაზე ჩვენთან გადაცემა. იცით რატო? რომ არეგულირებელმა კომისიამ რაღაცა ახალი დოკუმენტები მოგთხოვა. ანუ რაღაცნაირად უკვე ცდილობენ რომ ჩვენ რაღაც პრობლემები შეგვიქმნან. სილკნეზე არ გვთავენ. ეხლა რაღაც პატარ-პატარა ტექნიკურ ხარვეზებს რომ ამჩნევთ თქვენ, ეგეც რაღაც გარკვეული დამაფიქრებელია და რაღაც გარკვეული გარეშე ძალების ნამოქმედარს გავს ის ყველაფერი. გესმით თქვენ რა ხდება? ანუ ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ქვეყანაში, თამამად შემიძლია თქმა, არის ჩვენი ტელევიზია, იმიტომ რომ ჩვენ გეუნებით თქვენ ამ პრობლემის წამალს და ამაზე ვლაპარაკობთ გამუდმებით. და მარტო აქ კი არა, იქაც ყველგან. მე იქ რომ მივდივარ ბელორუსში, იმას კი არ ვლაპარაკობ, ხელისუფლება რაღაცა, პირიქით ვცდილობ რომ ხელისუფლების პოზიციებზეც აქცენტები გავაკეთო, გინა რუსეთში იქა, იმიტომ რომ მე არ ვარ ის კაცი, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩემ ხელისუფლებაზე ცუც ვიტყვი. პირიქით ვცდილობ რომ რაღაცნაირად იქ ხელისუფლების გარკვეული პოზიციაც დავაფიქსირო, რომ ჩვენი ქვეყნისათვის იყოს ეს ყველაფერი კარგი. ვცდილობ რომ აუხსნა რომ აი ჩვენ ნაბიჯ მივდივართ რომ ზეწოლის ქვეშა ვართ, გესმით? და არა ვარ ის კაცი, რომელიც ეხლა აქ რო რაღაცა შენიშვნებს გამოთქვა, ეს მე გავიტანო იქა და არც იქნება სწორი რომ იქ თქვა სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩადიან და ჩვენი ქვეყნის დასაქცირებას ითხოვენ. საქართველოს გადარჩენა არის რუსეთთან ურთიერთობაში. და აი ამაზე მქონდა სწორედ გადაცემის დასაწყისში საუბარი, როდესაც მამუკა ფიფიასთან მქონდა მე ლაპარაკი. და ამაზე ვინც არ ლაპარაკობს, რომ დაჯდებიან სტუდიებში და არჩევენ ამერიკის თემა, ესენი არიან კიდე ერთხელ რენეგატები. ეს როგორი ხალხია, იცი? ხვალ რომ კიდე ამერიკული პოზიციები გამტკიცდეს, რუსეთს დაუწყებენ გინებას. რუსული პოზიციები რომ გამტკიცდეს, იმას დაუწყებენ. მე 25 წელია გელაპარაკებით ამ თემაზე. 25 წელიწადია ეთერებიდან გიხსნით და გეუნებით, იმიტომ რომ და ამაში არც ვინმე გვირიცხავს თანხებს და არც რაიმე დაფინანსებას ვიღებთ. მაგათგან განსხვავებით. იმიტომ რომ გადარჩენა ჩვენი ქვეყნის. იძახეთ ეხლა მიგრანტები არის, მე ვინ აყვეთავს ამას? ვინ? ამის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა რუსეთთან ურთიერთობის გარეშე, იმიტომ რომ ხელისუფლება უძულურია. თქვენ ხო არ ფიქრობთ ეს მიგრანტების თემა ხელისუფლებას დიდად უხარია? ეს არის ზეწოლა. გაარჩიეს ამ სოფლიო ლიდერებმა საქმე, ყველა გავაშავეთ, ყველგან მიგრანტები თავავსეთ. ვინ არის ეს საქართველო, ესე რომ ბოდიში და ვერ მოხდა მათქლებ ამ მიგრანტებს. მოდით ერთი შევყაროთ ესენი, შეყარეს და ვერ აღუდგება ხელისუფლება წინ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ის არის მარტოა. და გინდაც იგივე, აი, ეხა 9 მაისს რო ვერ წავიდა, თქვენ გონია რა მათ არ უნდათ იქ რო წავიდეთ 9 მაისს, ზეწოლა არის. და გამოდიან აქ და ჩვენი გმირების სახელებით იმაშვებიან, მანიპულე, ვინ ამბობს რომ ანწუხელიძე გმირი არ არის?
ვინმე თქვა რომ არწუხელიძე სააკაშვილის რენეგატული პოლიტიკის გამო მოხდა რომ ეს ადამიანი გმირულად შეეწირა არ უნდა დაეწყო ის იდიოტური რაღაცა მოქმედებები მოიცა ეხლა ვიღაცა იტყვის რა საქართველოს ტერიტორიაზე არ შეეძლო ომის და მე რატო არ დაიწყო რატო არ გააგრძელა 2008 წლის ომის მერე ხო დაკარგული იყო ის რატო არ გააგრძელა ომი ეხლა რა ჩვენ დაკარგული ტერიტორიები გვაქვს რა ეხლაც მასე უფლება რაღაცების გვაქვს მაგრამ შენ როცა არ შეგიძლია რა ომს იწყებ ხო იცი რომ დაიღუპება შენი ჯარისკაცები ხო იცი რომ დაიღუპება და გამოვიდა ანწუხელიძის მამიდა და ილაპარაკა მაქს ნაძირლებზე თქვენ ანწუხელიძის მშობლებსაც და მის შთამომავლებსაც და მით ნახლობლებსაც უპირისპირდებით ანწუხელიძის ოჯახი ცხოვრობდა გაუსაძლის პირობებში სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში და ავთარობა მისცა ბინადს და ყველაფერი პრივილეგიები არანაირ პატივს არ ასცემდა სააკაშვილის რეჟიმი მას. იმიტომ რომ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. კვლელობა, რომელიც მოახდინეს იქ. თქვენ შეიწირეთ ჩვენი წინაპრები. თქვენ შეიწირეთ ჩვენი გმირები. და ეხლა ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად სიტუაცია გამოვასწოროთ. და სამწუხაროდ ბევრი ამაზე არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ეშინიათ ხალხო ვერ ატყობთ, გადართეთ ვინმე ლაპარაკობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე? მხოლოდ არის ამერიკის პოლიტიკა ნაცების ისა რა ქვია, ლანძღვა. სხვა არაფერი. ერთადერთი ჩვენ ლაპარაკობთ ამის შესახებ. გამუდმებით, დაჟინებით. იმიტომ რომ ქვეყნის გადარჩენა არის ეს. და ვიღაცა ლაპარაკობს ემოციის გარეშე როგორ ვილაპარაკო ხალხო? როგორ ვილაპარაკო, როცა ჩვენი გმირი წინაპრების უკტავყოფის საშუალებასაც არ გვაძლევთ. დღეს დარბოდა ეს TV პირველი ჟურნალისტი და ეკითხებოდა იმათ, რა ქვია, რატო წავიდა ფარცხალაძე იმაში, რა ქვია, მოსკოვში პარადზე, რატო წავიდა ფიფია? თქვენ ფაშისტების აღლუმზე წახვიდოდით, რამე ანგერო ყოფილიყო. მე პირიქით მადლობას ვეთქვი ფარცხალაძესაც, ფიფიასაც, რომ იქ იყვნენ, იმიტომ რომ ნამუსი მოწმინდეს ჩვენ ქვეყანას. როგორ შეიძლება ქვეყანამ, რომელმაც ამერიკაზე მეტი მსხვერპლი გაიღო, ის არ იყოს წარმოდგენილი აი ამ დღესასწაულზე. როგორ შეიძლება გეკითხებით მე, აი შეიძლება ესეთი რამე? მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ აი ჩვენ არც ისტორია იციან ამ საცოდავებმა, არც წარსული არ იციან და არაფერი არ იციან ამათმა რა. აი ეს არის ყველაზე ცუდი და ყველაზე საგანგაშო. ეხლა მე მინდა რომ აი გითხარით, რომ იქ გარდა სამხედრო კომპონენტისა, რომელიც იყო მინსკში, ეს იყო დღესასწაული. თეატრი, ანუ იყო წარმოდგენა, ჩვენ ვიცოცხლებთ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ყოველი მესამე ბელორუსი დაიღუპა ამ ომში. წარმოგიდგენთ, ყოველი მესამე. და ბელორუსმა რო იცის თავისი წარსული, იმიტომ არის რუსეთთან ასე ურთიერთობაში. და იმ 700,000 ქართველიდან ყოველი მეორე გარდაიცვალა, რომელიც იყო ომში. და ჩვენ რა ნაკლები ის გავწიეთ ის არ გარკვეულ და ჩვენც ხო სისხლი დავღვარეთ. და ამის გამო იყო მე რომ ჩვენ რო სისხლი დავღვარეთ, მალევე მოხდა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, იმიტომ რომ აქ ამუშავდა ინდუსტრიული საწარმოები, ქარხნები, ფაბრიკები და მოხდა თქვენ რა მეტროპოლიტენს ეღირსებოდა საქართველოს თუ იმას ქუთაისის მასი ეღირსებოდა საავტომობილო ქარხანას თუ რას ეღირსებოდი ჩვენ გამოვიდა ეს ნაძირალა ევროკავშირის ელჩი და თქვენო ვერ ატყობთო ჩვენთან ურთიერთობის შედეგად რაღაც პროგრესო სოფელში ქალა რა პროგრესო აწყობთ ერთი თქვენი აშენებული და ფაბრიკა და ქარხანა გვანახეთ ერთი თქვენი გაკეთებული საქმე გვანახეთ გარდა იმისა რომ აი პიდარასტებს და აი ამ ნაციონალებს აფინანსებთ მარტო რა რაღაცა სადღაც შეიძლება ბოდიში და ერთი პატარა რაღაც საწარმო გახსენით, სადაც ორი კაცი მუშაობს და ამაზე გველაპარაკებით თქვენ? ვით ჩვენ აგვაშენა და ვით ჩვენ აღვაღორძინა, ეს იყო აი იმ პერიოდში ცენტრი, ანუ მოსკოვი. ყველა საწარმო, ქუთაისის, ესტაფონი, ბათუმი, საკონსერვოები, ფაბრიკები, ყველაფერი ცენტრიდან წამოსული ფულით გაკეთდა. და მე გეკითხები, თქვენ ჩვენ მონები ვიყავით მაშინ? მონები ვართ ეხლა? და გვეუნებიან იყავით ბოლომდე მონებიო. თქვენ რა გონიათ ბელორუსში არ იყო ესეთივე მითითებები? ბელორუსსაც სწორედ იგივე ეუნებოდნენ. რა თქინდათ ეს მაზი, რა თქინდათ ეს მაცივრების, რა თქინდა იმის, რა ქვია, დიდი ქარხნების საავტომობილო. ჩვენ მოგცემთ ამას, დააგრიეთ ეს ყველაფერი. მაგრამ ლუკაშენკო აღმოჩნდა კაცი. კაცი აღმოჩნდა. თუ გინდათ რომ აი მართლა
ადამიანებმა იგრძნოთ 64, მე ყველას გეუნებით ქართველებო, ჩადით მინსკში, ჩადით ბელორუსში და დაინახავთ ხო. იცით თუ არა თქვენ რომ გერმანიიდან უკვე ძალიან ბევრი გერმანელი გადადის საცხოვრებლად ბელორუსში, იმიტომ რომ ჩვენო ბელორუსი გვაგონებსო იმასო იმ პერიოდსო, როდესაც ჩვენო გერმანიაში კარგად და უზრუნველად ცხოვრობდითო. გესმით? ბევრი ევროპელი მიდის უკვე საცხოვრებლად იქ. იმიტომ რომ სიმშვიდეა, სიწყლარია, ეს მოგვენატრა ჩვენ. იმის გარდა რომ კარგი ცხოვრება და სამსახურები მოენატრა ხალხს, სამსახურებზე უფრო სიმშვიდე მოენატრა. არ მინდა ტელევიზორში ჩავთო და ეს მახინჯი ნაციონალები დავინახო კიდე რა. არ მინდა მე ამ ხალხის დანახვა, იმიტომ რომ ესენი არიან ქვეყნის წრები. და ლუკაშენკოს დიქტატორს ეძახდნენ იმის გამო რომ წესრიგი დაამყარა. აი როდემდე უყუროთ ამ იდიოტებს ტელევიზორში, მაინტერესებს. და მე მინდა ეხლა შემოგთავაზოთ აი ამ მინსკში ჩატარებული აღლუმის აი ეს ცოტა ამაღელვებელი პატრიოტული გარკვეული კომპონენტი აი ამ ღონისძიებისა და აი უნდა ნახოთ როგორი განწყობები არის. დიდი, პატარა, ქალი, ბავშვი ყველა ჩართულია ამაში. და ტრანსგენდერი და ბოდიში და ლესბოსელი ქალბატონის დაკრძალვაზე უფრო მეტი ქალის მივიდა ახალგაზრდობა, ვიდრე 9 მაისს ჩვენი გმირი წინაპრების იმაზე, რა ქვია, მოსახსენიებლად. ამათ უფრო ის აინტერესებთ ბოდიში სექსი, ნარკოტიკი და რა ვიცი, ყველაფერი. რამათ ამ ინტერესებთ თავიანთი წარსული? აი ეს მოიტანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მე გითხარით ილია ჭავჭავაძის სიტყვები, ერი რომელიც წარსულს ივიწყებს, მას მომავალი არ გააჩნია. და მომავალი არ გვექნება ჩვენ თუ ჩვენ წინაპრებს დავივიწყებთ. ჩვენ ლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ ჩვენ აი ამდენ ეკლესიას ვაშენებთ. ეს კარგია, მაგრამ ეკლესიას მრევლი თუ არ ეყოლება, ის ეკლესია, იმ ეკლესიას ჯოჯოხი ეშმაკები ეპატრონებიან. აი მე გითხარით, რომ ყველა თითოეულ კონცლაგერში ერთგან 100,000, მეორეგან 200, 500, 300, 100, 50,000 ადამიანი მოკლეს ფაშისტებმა. აი ხა დღეს რო გადმოვიტანოთ ის პერიოდი ჩვენ ქვეყანაზე, მე გეტყვით ერთ რამეს. აი ამ ნაძირალა ამერიკელმა ფაშისტებმა მოგვიკლეს ჩვენ ახალგაზრდები. ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში მოგვიკლეს 20,000 ახალგაზრდა სულიერად. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მოგვიკლეს 30,000 ახალგაზრდა. მაშინ რა ქვია ქუთაისში მოგვიკლეს, ესენი მოკლული ახალგაზრდებია, სულიერად მწარი ახალგაზრდები არიან, იმიტომ რომ არც სამშობლო უნდათ, არც ქვეყანა უნდათ, არც ცოლი უნდათ, არც ქალი უნდათ, არაფერი ამათ არ უნდათ. ამათ უნდათ ძაღლი, ამათ უნდათ ბოდიში ნარკოტიკი და ამათ უნდათ პინდარასტობა. აი ეს უნდათ ამათ. იმიტომ რომ მოგვიკლეს, ყველაზე უფრო მძიმე არის სულიერად მოკლული ახალგაზრდობის ნაწილი. ყველაზე არ ვლაპარაკობ ჩვენ, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე ახალგაზრდობა ყავს. აი გული მეწვებოდა, აი გულში სევდით დავდიოდი, იმითი რო უყურებდი როგორი მოწესრიგებული და აი ადამიანი ბიჭი ბიჭგავდა, გოგო, თუ გინდა გული გაგისკდეს, რუსთაველზე უნდა გაიარო. თუ გინდა გული გაგისკდეს. და რატო რისთვის ეს არის ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა? აი კორონავირუსი რო იყო ეს ნაძირალა კონჩიტების დედოფალი გახარია, გამოვიდა და იმ საზიარებელ კოვზე თქვა, აი ამ ხელმკრეხელობა, ესო ამითიო შეიძლება კორონა გავიდესო და ეკლესიებში პოლიციელები დაგვიყენეს. და ლუკაშენკო მივიდა აღდგომის დღესასწაულზე და უთხრა რომ არანაირი კორონა არ ვერ აღუდგება ეკლესიასა და ქრისტესო. აი ვინ არის ადამიანი? და ამ ნაძირალამ საქართველოს პირველმა პირმა გახარიამ და ამ ნაძირალა ზურაბიშვილმა ხალხს პოლიციელები დააშინეს და კორდონები იდგა რომ ხალხი ეკლესიაში არ მისულიყო. და ჩვენ ვიწოდებით ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა თუ ბელორუსი არის. ბელორუსი რომელმაც არავითარი შეზღუდვები მრევლთან არ დააწესა. დღეს ჩვენ მოგვიკლეს ახალგაზრდები ამერიკელებმა. აი მე მინდა მოგიწოდოთ თქვენ იმ გაზულუქებულ იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იცით ფული საწაიღოთ. ერთი დაელაპარაკეთ თქვენ შვილებს, ერთი რა აზროვნების არიან. შემთხვევით პიდარასტები ხო არ აკავთ შვილები და ლესბოსელები ხო არ აკავთ თქვენ ქალიშვილები. ხო არ აკავთ შემთხვევით. და ეთოთ ვიღაცა რო მუცელზე იმას დაიტყაპუნებს ხელებს და ქართველი როგორია და შვილებს როზდის როგორია. ერთი დაელაპარაკეთ თქვენ შვილებს, რა შვილები გაგიზარდათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. პიდარასტები გაგიზარდეს.
და თქვენ ერთი ისიც არ გინათ ხარი დაგვიჭიროთ ჩვენ ამ საქმეში თუ თავი არა გაზზე გადეკი და ჩვენ მაინც მიგვიშვით ღუმელთან რატო უნდა იყოს ბელორუსი უფრო მაღლა მდგომი რუსეთი უზბეკეთი გინა სხვა ქვეყნები ჩვენზე უფრო მაღლა რატო უნდა იდგეს მაინტერესებს რატო უნდა საცოდავ იმ ომის ვეტერანს არ უნდა კონდეს წითელი დროშის აღმართვის უფლება ამერიკაში თუ არის საშუალება რომ გაიარონ ამ წითელი დროში ჩვენ რატო არ უნდა გქონდეს ამის უფლება მაინტერესებს ერთ-ერთმა რეგიონალურმა მედიამ დაციდა სტალის რაღაცა სიუჟეტები გააკეთეს იმას ვიღაცა მონახეს ცოტა ისეთი ადამიანი და იმაში ბოდიში და იმაში ვითომ ემასხრებიან იმას რომ სტალინი უყვარს ამას და აკეთებენ სტალინის მარგინალიზაციას და მე ვიღაცები გამოვიდნენ აიო სადღაცო რუსეთში სტალინი არ ახსენესო ბიჭო სტალინი ახსენეს კი არა სტალინი აგერ დაგდებული გვაქვს წყალკანალის იმაში რა ქვია ტერიტორიაზე იმაში ბერბუქში თქვენ სტალინზე ხმას როგორ იღებთ საერთოდ როგორ იღებთ სტალინზე ხმას სტალინი ნაგავში გვაქვს ჩაგდებული და იმაში რა ქვია სტალინის მუზეუმში უკრაინის დროშები ფრიალებს ლამის და ის არის ძეგლის დადგმა კი არა მოგიწოდებთ ყველას ვისაც გული გერჩით რა უნდა იმას რა ქვია ოკუპაციის მუზეუმს სტალინის მუზეუმში რა უნდა ოკუპაციის ოთახს და რა უნდა ოთახს როგორ ხრიტავდნენ ხალხს ვითომ იქა დღეს რო საქართველოს ხელისუფალი იყოს ლუკაშენკო 1 საათში დაამყარებდა წესრიგს აი ამ ნაძირლებს ყველა ციხეში გაუშვებდა აი ამ სტალინის მუზეუმიდან გამოაგდებდა კინწისყრით იმ რა ქვია იმ რაღაცა ოთახებს და მეორე დღეს დადგებოდა გორში ძეგლი შეხედეთ ეხლა როგორ აღნიშნავენ ესენი 9 მაისს და ვინ უღალატა თავის წინაპრებს ჩვენ თუ ამათ მე თქვენ თავს დაუსვით კითხვა Моя страна огромная мы за ценой не постоим Последний бой! От границы мы землю вертели назад. Было дело сначала, но обратно ее закрутил наш комбат, оттолкнувшись ногой от Урала. Не пугайтесь, когда не на месте закат. Судный день — это сказки для старших. Просто землю вращают, куда захотят. Наши сменные роты на марше. Мы не меряем землю шагами, понапрасну цветы тебя. Мы толкаем ее сапогами от себя, от себя. Стал в полный рост и, отвесив поклон, принял пулю на вздохе. Но на запад ползет батальон, чтобы солнце зашло на востоке. Животом по грязи дышим смрадом болот, но глаза закрываем на запах. Нынче по небу солнце нормально идет, потому что мы рвемся на запад. Руки, ноги на месте нет ли, как на свадьбе разупли губя. Землю тянем зубами за стебли, на себя, под себя, от себя. Великая Отечественная война победоносно завершена. Германия полностью разгромлена. Ребята, будем жить! Усталая, счастливая, хмельная, орала песни каждая теплушка и называлась голубым Дунаем любая привокзальная пивнушка. Там наливали чашки, кружки, плошки, давай, солдат, виды, валевиды, и сыпали частушками гармошки, и даром угощались инвалиды. Ла-ла-ла-ла-ла.
сапогах истоптанных, потертых осели пылью все крутые тропы. Медалями на потных гимнастерках звенела география Европы. На радостях солдаты выпивали, до края наливал сосед соседу. Они 4 года воевали, имели право выпить за победу. В графине пыльном веточка сирени на столике расшатанном дрожала, а хриплой паровозною сиреной война себя в могилу провожала. И пушки, закрепленные в колодке, усталые вытягивали шеи. И плакали счастливые молодки, и женщины седые хорошели. И плакали счастливые молодки, и женщины седые хорошели. Берез не слышен, невесом слетает желтый лист. Старинный вальс, осенний сон играет гармонист. Вздыхают, жалуясь басы, и словно в забытии сидят и слушают бойцы, товарищи мои. И вот то слово прозвучал в лесу рефрен допом, и каждый слушал и мечтал о чем-то дорогом, и каждый думал о своей, припомнив ту весну, и каждый знал, дорога к ней ведет через войну. И пусть со мной нет сегодня любимой, родной, знаю, с любовью и к изголовью прячешь платок голубой, синенький скромный платочек до опущенных плеч. Ты продолжала и обещала синий платочек сберечь. Весна 45-го года, как ждал тебя синий Дунай, народом Европы свободу принес жаркий солнечный май. На площади Веры спасенной собрался народ старый млад. На старой израненной битвах гармонии вальс русский играл наш солдат. Помни деда, помни Тайгы и Дунай, тот цветущий и поющий яркий май. Вихри венцев в прусском вальсе сквозь года
ты, как он был от нас далек, как растреводушен таял уголек. Были версты, отгорелые были, этот день мы приближали, как могли. Этот день болели, ворогом права. Этот праздник сединою на висках, этот раз со слезами на глазах. День болели, день болели, день болели. Дни и ночи мартеновских печей не смыкала наша Родина очей. Дни и ночи битву трудную вели, этот день мы приближали, как могли. Этот день болели, городом раба. Этот праздник сединою на листах, этот раз со слезами на глазах. День болели, день болели, день болели. ეხლა ეს საკმაოდ მოცულობითი შემოგთავაზეთ ეს ნომრები, რომელიც გაჟღერდა იქ და ნათქვამია თვალსწყალი დაალევინეო და ჩვენი ვეტერანები ვერ გახდნენ იმის ღირსი, რომ ჩვენთვის ეჩუქებინათ ესეთივე დღესასწაული, მხოლოდ 9 მაისი შემოიფარგლება იმითი, რომ მელიტონ ქანთარიას მსგავსი რაღაცა ტიპაჟი, რომელიც არ არის მელიტონ ქანთარია, ეს ზეგლი ნამდვილად არ არის მელიტონ ქანთარიასი, ეს კაცი არ იმსახურეს ასეთ რაღაცას, ყველაფერი, სამოქ კაცი, რომელმაც საბჭოთა საბკავშირის სიმბოლოა და რაიხსტაგზე წითელი დროშა აღმართა, სამოქალაქო ფორმაში რაღაცა ბიუსტი დგას, ზეგლიც არ არის. და ესეთი არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა აი ესეთ დღესასწაულს? არ იმსახურებს? ვიღაცა პიდარასტებს რო უწყობთ კონცერტებს, ვერ გავიგე, ერთხელ ხო შეიძლება იმ 300,000 ადამიანს პატივის მისაგებად და ხსოვნის უკტავსახობად ესეთი კონცერტი გავმართოთ ჩვენ? ორი დღე რო დარჩა იმ ომის ვეტერანებს არ იმსახურებენ აი ესეთი კონცერტი რო ვაჩუქოთ? არ არის ღირსი ეს ხალხი ამისი? მე იმიტომ გაჩვენეთ რომ ხო შეიძლება ესეთი რაღაცა ჩვენც გავაკეთოთ. მაგრამ ძიასემი გაგვიჯავდება. იმიტომ რომ ის ტრამპი გამოდის და ამბობს მე მოვიგე ომიო 131,000 ამერიკელი დაიღუპა ამ ომში და 300,000 ქართველი დაიღუპა და უფრო მეტიც კიდე 300,000-ზე მეტი ამერიკელებზე მეტი ხვეპლი ჩვენ გქონდა და მაინტერესებს ერთი ამ ამერიკელებს მინდა ვკითხო მოიცა თქვენ მოიგეთ ომი და რაიხსტაგზე ის რუსული წარწერები რომ არის რას მეტყველებს ეს რაიხსტაგი თქვენ თუ აიგეთ იქ რუსული წარწერები რატომ არის რაიხსტაგზე თუ ჯონსონმა და ვილსონმა აიტანეს იქ წითელი ამერიკული დროშა იმაზე რა ქვია რაიხსტაგზე თუ იმ საკონცენტრაციო ბანაკები რომელიც სავსე იყო ამერიკელები იყვნენ იქ კი ევროპიდან ჩაიყვანეს რა თქმა უნდა იქ საფრანგეთიდან ავსტრიიდან სხვადასხვა ქვეყნებიდან მაგრამ ამერიკელები რაღაცა შეიძლება 1-2 იყო რაღაცა მოხდენ გაუგებრობაში მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკების სიმძაფრე არ უგზნიათ ეხლა მე ძალიან ვაკვირდები ხოლმე აი ამ სოციალურ ქსელს გადაცემის მცდელობისას და ზოგიერთი იდიოტის გასაგონად მინდა პასუხი გავცე მე რასაც ვიძახი მეგობრებო მე ვარ ადვოკატი, იურისტი, ყოფილი პროკურორიც ვიყავი ერთი პერიოდი. მე თითოეულს რაღაცას რო ვიძახი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია. რო ვიძახი, რომ
მეთქი გახარიას დროს მეთქი მრევლს პრობლემები ექნებოდა, ეს არის უტყუარი ფაქტი. გაიხსენეთ, აბა, იმ იდიოტებს მინდა უთხრა, არაო ჩვენო ვინ გითხრათ, ვისაც უნდოდა შეიძლება მივიდა, მაგრამ ბარიერები იყო შექმნილი ხელოვნური, თქვენ იდიოტებო, ვინც ახლა აი ამას წერთ. არ გახსოვთ, რომ იმაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო ეკლესიაში, იმიტომ რომ რაღაცა დაშორების დისტანცია უნდა ყოფილიყო, რაღაცა ისინი დადგეს, რაღაცეები აღნიშნული, რომ ანუ არ უნდა ყოფილიყო ადამიანები კოორდინაციაში და აქედან გამომდინარე შეხებაში და აქედან გამომდინარე ეკლესიაში ვერ მივიდოდა იმაზე მეტი ადამიანი და ეს არ იყო ბარიერი. არ გამოვიდა გახარია თქვა, რომ ისაო ზიარების კოვზიდან შეიძლება კორონავირუსი გადავიდეს, თქვენ იდიოტებო თქვენ, ესეთი ჩლუნგი ხალხი რატო ხართ, ვერ გავიგე. ჩვენი ერი იმის გარდა რომ აი ეს ახალგაზრდობა მოწამლეს, სერიოზული ნაწილი საზოგადოებაზე არის საერთოდ ტვინი არ უმუშავებს, გესმით? აი დებილები არიან. აი რო ეუნები, ამათ უნდა დაუმარცხლო და ისე უნდა უთხრა. ეხლა ვიღაცამ წერს აგერ, აი ისაო რა ქვიაო ეხლა ხას არ ვილაპარაკე რომ ეს ამ მიგრანტებს მეთქი რა ქვია მიგრანტების საკითხი არის ეს დასავლეთის დაკვეთა და ეს ხელისუფლება მარტო ამას ვერ გაუმკლავდება და ეხლა მისვამს ვიღაცა კითხვას ეხლა გვარსახელს არ ვარ ბატონო ნიკოლოზ მოსკოვიდან გაწუხებ თქვენი მაყურებელი ამ თემას არ ეხება მაგრამ მე მაქვს კითხვა ასეთი რატომ არ ახსენებთ არაბების პაკისტანელების მომგრავლებას აბა რას ვლაპარაკობ შვილო რას ეხლა ვერ გავიგე რუსულად ვერ გეტყვი და ქართულად გეუბნები ბიზნეს რატომ არ კითხავთ მე თქვენ ბიზნესის ხო არ გონივართ რა თარა შემწეაკა ისე 1-5 წუთი რომ მაკაცთან დამსვა ბევრი რამე შეიძლება ამ ქვეყანაში რა ალბათ დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ძალიან ბევრი გველისტიწილი ყავს გარშემო რა იმიტომ რომ ეგ ადამიანები საკადრო კუთხით მე რომ მოღალატეები ჩდებიან ვიღაცის ნარჩევი ხო არია რა და მე რომ მაგის ბედნიერება მქონოდა რომ ბიძინა ივანიშვილთან სადმე მოხვედრილი ყავი დიდი სიხარული მექნებოდა მაგისი ბევრი რამეს მე მგონი რომ ერთი მართლა მაგაზე ვოცებ 5 წუთი რომ მოხვედრილი ყავი ძალიან ბევრი კარამე კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის მაგრამ მე არ ვარ ამ ხელისუფლების წარმომადგენელი და არც რაიმე მიმიღია ზოგიერთებისგან განსხვავებით ხელისუფლებისგან მილიონებს როღებულობდნენ და ბოდიში და მე ბიზნეს რო აგინებდნენ და ამ მიგრანტების საკითხზე კიდე გეუნებით ერთხელ რა ვისაც ბოდიში და ესმის და გაგონა მიგრანტების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს და უნდა აიგზალოს შემოსვლა მაგრამ ეს ხელისუფლება თქვენ როგორ ფიქრობთ ამას იმიტომ აკეთებს რომ ეს არის დაკვეთა როგორც საფრანგეთი გააშავეს როგორც ძალიან ბევრი ქვეყანაში მოხდა ცვლილება და რომ კონტროლი დაამყაროთ ეს არის ამერიკიდან წამოსული და ბრიტანეთიდან წამოსული სქემა და ამას მაგალითად წინ აღუდგა იგივე ბელორუსი წინ აღუდგა ის ქვეყნები რომლებიც არიან მჭიდრო კავშირი რუსეთთან რუსეთმა მაგალითად მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო უკვე აი ეს ტერაქტი რომ მოხდა კროკოსიტში მაშინ მოხდა მთელი მიგრანტების გაძევება იქიდან და ეს ჩვენი ხელისუფლება მარტო ამას ვერ იზამს მე ვამბობ სიმართლეს ვერ იზამს ამას ეხა ვიღაცას თუ გეგმა გაქვს ტელევიზორში კი ნუ ლაპარაკობთ კაცო ამ მიგრანტებზე გამოდით და იმოქმედეთ ტელევიზია პარტიისგან უნდა განსხვავდება დააჯდებიან კაცო ერთი პარტიის წარმომადგენლები ლაპარაკობენ მიგრანტები მეც ვაკეთებ ამას რასაც თქვენ აკეთებთ თქვენ სხვანაირად იმოქმედეთ პარტია რაღაცით ხო უნდა განსხვავდებოდეს მაინტერესებს ტელევიზიისგან გავიგეთ რომ არა ვინ შეიძლება რომელი ადამიანმა შეიძლება იყოს მომხრე და რომელი ადამიანი შეიძლება იზიარებდეს პოზიციას რომ პაკისტანელები და ინდოელები თაისო ქვეყანა მე შეიძლება ამას იზიარებდეს ადამიანები მე არც ჰომოფობი ვარ არაფერი მაგრამ ამას მოქმედება პოლიტიკური მოქმედებები ჭირდება შეხვედრები რაღაცა გარკვეული აქტივობები ეხა ყველაფერს ვერ ვიტყვი რაღაცა არის სხვა რაღაცეებიც საჭირო ხო გავიგეთ, იმიტომაც არის რომ დაკარგეს ბევრმა დობა. ლაპარაკობ, დავიღალეთ, გააკეთე საქმე ლაპარაკის დაცვად. ჩვენ არა, მე პირადად არც პარტია გამაჩნია აქა და არც რაიმე პარლამენტში მოხვედრის ის არ მაქვს ამ წუთას რა. და ვისაც უნდა გააკეთოს, გავიგეთ ეს რომ ლაპარაკობ, რაღაცა ქენი, შობე. ბოლო შეხო გინდა რომ პარლამენტში მოხვდე პარტია არაო ზოგი იძახის რომ მეო მაგალითადო პარლამენტში რომ მოხვდებიო მე ვიზამო ისე ბევრი იყო პარლამენტში იქ მოხვედრილი და არაფერი არ გაუკეთებია და მე კიდე ერთსაც გეტყვი ეხლა ნამდვილად არა ვარ ლეიბორისტული პარტიის რაღაცა ეხლა მით უმეტეს რაღაცა დიდად მოყვარული მაგრამ ერთი პერიოდი აი სააკაშვილის პერიოდი რო იყო მაშინ შალვა ნათელაშვილთან ნორმალური ხალხიც იყო. გახსოვთ ალბათ რომ ლეიბორისტული პარტია არ იყო საპარლამენტო პარტია და პარტიამ აიძულა
მაშინ სააკაშვილი რომ უფასო ყოფილიყო სწავლა იმაში ბაღებში რომ სასწრაფო დახმარება ყოფილიყო უფასო და ბევრი რაღაცა სოციალური პაკეტი აიძულა ხელისუფლებას გაეკეთებინა და მაგიტომ მოიგო მერე სხვათა შორის არჩევნები იმაში საკრებულოში ლეიბორისტულობა აი ასე უნდა იმოქმედოს პარტიამ თორე ის დაჯდები და ილაპარაკებენ ტვინი წაიღეს უკვე აღარ შემიძლია მე რომ ვთხოვთ ხალხო რომ მე სულაპარაკობ ამას მაგრამ მე ბერკეტი არ გამაჩნია და მე გადაჭრის გეგმაზე გეუბნებით რომ საქართველოს სანამ რუსეთთან სამხედრო სტრატეგიულ ალიანსში არ შევა სანამ დიპლომატიურ სანამ ჩვენ ორბიტაზე სხვა ორბიტაზე არ გადავინაცვლებთ ხელისუფლება ვერაფერს ვერ იზამს ვერაფერს და ეხლა ვინმე თუ უნდა გაიგოს და ეხლა იდიოტების გასაგონად ეხლა იმისი არ იყოს ეხლა რო ვლაპარაკობდი ეკლესიებში ბარიერები იყო შექმნილი აი ამ აღდგომას მეთქი როცა ეს კორონავირუსი კიდე არ იყო და როგორ არ იყო შედავლოცი რომ იყო და ეხლა ვერ გავიგერ მეტი რაღა უნდა გითხრა ხო ამიტომ ერთი რამ არის ჩვენ რითიც დავიწყეთ გადაცემა როგორც ნებისმიერ ავადმყოფობას აქვს წამალი ასევე ნებისმიერ პრობლემას აქვს თავისი გასაღები. და ზოგიერთებისგან განსხვავებით ჩვენ არ გვეშინია იმისა, ვინ კრემლის აგენტს დაგვიძახებს თუ პუტინის აგენტს დაგვიძახებს. აი სულ ბოდიშ და ფეხებზე მკიდია მაგისი რა. აი სულ არ მაინტერესებს რა. და უკვე იმუნიტეტის გამომუშავებული მაქვს. რაც არ უნდა ჩვენს მიმართ განახორციელოთ ბოდიშ და ეს გულთან არ მიმაქ რა, იმიტომ რომ ეგ რო გულთან მიმდიოდეს, აქამდე ალბათ 100 წლის წინ გარდაიცვლებოდა. ხო და მე უბრალოდ ერთი რამე გული მწყდება, რომ რატომ არ ვარ ღირსი ჩვენი თაობა, რომ აი ესეთივე ბედნიერები ვიყოთ, როგორიც ბელორუსები არიან. ისინიც იმ საბჭოთა კავშირში იყვნენ და ჩვენც ვიყავით იმ საბჭოთა კავშირში. მათაც მოიპოვეს დამოუკიდებლობა, ჩვენც მოიპოვეს. რატო უნდა მშურდეს კეთილი შურით მე ბელორუსების გეკითხებით? რატო რა ჩვენ რა ნაკლები ისტორია გვაქვს, ნაკლები ტრადიციები გვაქვს თუ რატო უნდა მე აი ვიყო რაღაცნაირად ბედნიერად გზნობდე თავს იქ მინსკში და აქ კიდე რო უყურებ ამ პიდარასტებს რო უყურებდე, რატო უნდა იყოს ესე? აი რატო უნდა იყოს რომ იქ ჩვენ უნდა დაგვენგრია ყველაფერი რაც ხოდა და მათ შეიდარჩუნეს. იცით რატო? იმიტომ რომ ამ ქვეყანას ყავს კაცი პრეზიდენტი. ეს არის პატრიოტი ადამიანი. და ქვეყანას რო გაუჭირდა, ავტომატი აიღო ხელში და თავის შვილი გვერდში დაიყენა და ავტომატით ხელში მინსკის მიდამოებში მოძრაობდა ვერტალიოტით და მივიდა იმ სამხედროებთან, რომლებიც მაშინ ქვეყანას იცავდნენ და ვინასტაიაში კრასავციო უთხრა. და ის კი არა რომ ვიღაცას გადაებუგა და გადაეწვა. მეც მინდა ერთხელ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში წესიერად. არ მინდა ნაძირალა სააკაშვილის ნამსხვრევებს დაიღალა საზოგადოება. ჩვენ ხო ღირსი ვართ ერთხელ ვიცხოვ. გავიგეთ ეს ნაციონალები ცუდია მომაწილე მერე რა, მომაწილეს ნაციონალები რა. აღარ მინდა ამათი დანახვა რა. ამისთვის ვიბრძოლეთ კაცო, გავიდათ 2012 წელს ლურსმანი დავაჭედეთ, ჩავაგდეთ კუბოში და ამოვიღეთ ისევე ვაცოცხლებთ ამათ რა. ზოგიერთი გოგლი-მოგლის რო ჭამდა და ბუჩქებში რო იყო შემძვრალი, ეხლა ლაპარაკობს ამ სად იყავით მაშინ ნაციონალები რო იყვნენ, სად იყავით თქვენ? მაგრამ ზოგიერთი კიდე მეორე უკიდურესობა ებრძოდა ამ სააკაშვილს, მერე ვერ მიიღო რაღაცა გაებუტა ხელისუფლებას და ეხლა ისევ ნაცების გვერდით არის. და აი ჩვენ რო ბიჭო ვიყავი, ბიჭო შენ რო იყავი, ეხლა კიდევ იმას უნდა დაუბრუნდე, თუ იმას ებრძოდი, მოიცა იმათთან მიდიხარ კიდევ, ეს სლავური მეორე უკიდურესობაა კიდე. არც პრივილეგია მიმიღია ამ ხელისუფლებისაგან, არც რაიმე ინდულგენციები. აი რასაც ქვია არაფერი არ მიგვიღია, მაგრამ არასდროს არ გამჩენია სურვილი ნაცებთან დამდგარიყავი გვერდით. და ხელისუფლებას თუ ვეუნები კიდე რაღაცას ვეუნები რომ გამოასწორონ და არა ის რომ ჩასაფრებული. ხო ვიცი ზოგიერთი ამას მოაბამს კუც აიღებს და იტყვის, აი თქვენ ჩვენთან ხო არის ნაძირლები, აი ეს მლიქვნელები, რომლებიც თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ ამ ყველაფერს.
ისევე როგორც ზოგიერთმა იდიოტმა რო გააკეთა განცხადება, რომ თურმე 9 მაისი არ უნდა წაღვიდეთ ჩვენმე და თურმე 9 მაისი ჩვენი დღესასწაული არ არის და თურმე 9 მაისი ესე რაღაცა მიმედრე ეს საცოდავი ვეტერანები უნდა მივიდეს ამ კიკვიძის პარკი არის რაღაცა ერთი კიკიკიკილა რაღაცა ეხლა პატარა ტერიტორია იმისათვის რომ რაღაცა იდრესასწაულო. იმ კიკვიძეში მაინც კონცერტი გაგვემართა, კაცო, რა უბედურებაა ესა რა. აგერ განახეთ აი ეს არის აღნიშნა, ეს არის დაფასება შენი წარსული, შენი წინაპრებისა და არა ის რომ მიხვალ იქა და რაღაცა ერთ ყვავილს დადებ და წამოხვალ და თან იქ ვიღაცა მიგაძახებს რაღაცას კიდე რა. ისე ან კვერცხს გესვრიან, ან რაღაცას შეურაცხყოფას მიგაყენებენ. კიდე. ამიტომ ერთი რამე უნდა აღინიშნოს, მეგობრებო, რომ მე აი გულდაწყვეტილი ვარ იმითი, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ლუკაშენკოსნაირი კი არა. აი რიგითი აი 200 დიდგორელი რომ დიდგორის ველზე რომ აი ეს ადამიანები შეიჭრენ, იცოდნენ რომ აი არ აცდებოდა არც ისინი ადამიანები, არავინ აღარ აქვს დაგვრჩა. ასე მგონია რომ ამ ქვეყანას უკვე რაღაცა სუდარა გადაეფარა, იმიტომ რომ აი გამოდიან ლაპარაკობენ და არავინ არ ლაპარაკობს ამ პრობლემის გადაჭრაზე. გავიგე, მიმოიხილავენ, იმას მიედებიან და თავარს არ იძახიან, იმიტომ რომ კიდე ერთხელ უნდა იცოდეთ. ეს პოლიტოლოგებიც, ეს პოლიტიკოსებიც ყველა არიან გაყიდულები ხალხო. ეს პოლიტიკა არის კარგი, ვისა რა ქვია, ბიზნესი რა. რაღაცა პოზიციის დაფიქსირებისთვის ჩაგირიცხავენ ფულს, რაღაცა პოზიციის იმისთვის გაჟღერებისათვის მიიღებ ფულს. აი ეს არის პოლიტიკა იქცა იმათ რაღაცა დახლად, სადაც ვაჭრობ. და რაც უნდა ქვეყანას, იმაზე არავინ არ ფიქრობს. ერთეულების გარდა. ჩვენ კარგად იცით რომ რამე თუ კარგი კეთდება, ყოველთვის ხარს დაუჭერთ ხელისუფლებას, მაგრამ ეხლა გადავდგათ ეს დაბიჯი რუსეთთან და ბოლო ერთხელ და სამუდამოდ ერთხელ აღნიშნოთ 9 მაისი, ისე როგორც ჩვენ და გავაუქმოთ პადოშას კანონი კიდე რომ ვეტერანებს და საერთოდ ქვეყანას არ შეუძლია გამარჯვების სიმბოლოებით მივიდეს სხვადასხვა ადგილებში. ამითი მე მინდა დაგემშვიდობოთ და არ ვიცი, ღმერთმა იმ დღეს მოგვასწროს, როცა ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება გვიხაროდეს და გახარებულად და ბედნიერად სხვა ქვეყანაში არ ვგზნობდეთ თავს. მე მინდა რომ ისეთი საქართველო მქონდეს, სადაც იქნება ნაკლები აგრესია, ნაკლები ეს დაპირისპირება. რატო უნდა გჯობნიდეს ყველა ჩვენ? სულს რატო უნდა უბერავდეს ბელორუსი? რატო უნდა იყოს იქ სხვა საამური ცხოვრება და ჩვენთან უნდა იყოს ჯოჯოხეთი? რატო უნდა იყოს ეს? რატო? რისთვის? კარგად ბრძანდებოდეთ.